კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და როგორც დაგვირდით, სტუდიაში ყავს სტუმრები, ბატონი მამუკა ტოროშელიძე, რომ ერთობის ჯაჭვის შექმნელი და მართლაც ფეხით, აი პირდაპირ გაგებით ფეხით რო აქვს საქართველოს შემოვლილი და აქედან გამომდინარე მისი გული და სიყვარული, რა თქმა უნდა, საქართველოზე გადის. ასევე ჩვენ ყავს პოლიტიკოსი მარიკა სარჯველაძე, რომელიც არის ჩართული პროტესტში. ბატონი მამუკაც, რა თქმა უნდა, არის ყოველდღე პროტესტში ჩართული. ეს ყველა აქ ვინც ავართ, ყოველდღე პროტესტში ვართ და იქნამდე მივედი მე პირადად რა ჯარიმების შემდეგ ციხეც მომიწია 8 დღიანი გამეტარებინა ბაკურიანში. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ გარდა იმ შესავლისა და რაც გავაკეთეთ, მე მგონი ძალიან კარგად მოხდებოდა ბევრ ქართველს გულზე და დააფიქრებდა. ჩვენ დღევანდელი სალაპარაკო თემა არის, რომ ვაკუუმი არის საქართველოს შექმნილი. ამ თვითმარქვია ხელისუფლებას არც ერთი ცივილური სახელმწიფო ხელს არ ართმევს, არავინ არ აღიარებს და არ არსებობს ინტერესი, სად არის ის ნათელი წერტილი, ის სიმძიმის ცენტრი, სადაც უნდა გაერთიანდეს ყველა, სადაც უნდა შემოეკრას ესე რომ ვთქვათ, ირგვლივ და გააძლიეროს ის, რაც გადაგვარჩენს დღეს და მე პირველ რიგში გადავალ ბატონ მამუკასთან კითხვით, აი ბატონო მამუკა, დღეს ხო ესეთი საშინელი მდგომარეობაა და აი სად აი მოქალაქეებმა ჩვენმა ყველა მაყურებელმა და უბრალო მოქალაქე იქნება აი მარტო ქართულის ნიშნით სად უნდა დაიკავოს თავისი ადგილი, რომ ეს თვითმარქვია ხელისუფლება რაღაცნაირად მოვიშოროთ, რაღაცნაირად ეს გამყიდულობა და მიწის გაყიდვები და ამაზე მე გადავალთ შეჩერდეს. მოგესალმებით, მივესალმები ობიექტივის მაყურებელს. რაც შეეხება სიმძიმის ცენტრს, ეს არის ძალიან აქტუალური კითხვა. ამას ეძებს და ვერ იპოვა ქართველმა ერმა საკმაოდ დიდი ხანია. თუმცა არის ძალიან მარტივი გამოსავალი ამ ყველაფერში და ეს უნდა გაითავისოს სრულიად საქართველოს ქართველმა ხალხმა და ჩვენმა ერმა, რომ საქართველოში არსებობს de jure კანონიერი ხელისუფლება. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტები ჩადებული. მოდი დავიწყოთ იმ წარსული პერიოდიდან, როდესაც ჩვენ ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა მოგვიპოვა. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, სადაც 1992 წლის 13 მარტის დადგენილება იქნა მიღებული გროზნოში. გარკვევით წერია დადგენილებაში. არ დაემორჩილონ არც ერთ უკანონო ხელისუფლებას. საქართველოს მოსახლეობას მიმართავს ზვიად გამსახურდია და უზენაეს საბჭო, მაშინდელი მოქმედი უზენაეს საბჭო. ჩვენ ახალგაზრდებმა, მათ შორის უზენაეს საბჭოს აემ ესე იგი გაუყიდავმა და გამყიდველი პოზიციის არ მქონე ადამიანების ერთწლოვანი გადაწყვეტილებით შევძელით ის, რომ 35 წლის წინ დაკარგული აი სამხედრო ხუნტით ჩამოგდებული ხელისუფლება აღვადგინეთ და ის კანონიერება, რომელიც არის და იყო, ის ისევ ძალაში შევიდა. 2025 წლის 5 სექტემბერს იქნა ჩატარებული სესია, სადაც მოწვეული იქნა ეს ბოდიში მამუკა, კორუმი გვაქვს. რა თქმა უნდა, აი მაგაზე მინდა ახლა გავაკეთო აქცენტი. 5 სექტემბერს, ამ წლის 5 სექტემბერს იქნა სესია შეკრებილი, სადაც იქნა მიღებული გადაწყვეტილებები, რომ აღსდგეს გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია, კონკრეტული იქ 31 მუხლის გარეშე, რომელიც SSRK-სთან კავშირთან ურთიერთობას ექვემდებარებოდა რაღაც კონტექსტში, თუმცა ისიც კი ამოღებული იქნა. ამიტომაც იქ არის ჩასწორებული ყველაფერი. საქართველოს მოსახლეობას აქვს გადარჩენის გზა, თავარია ეს ყველამ ვიწამოთ, დავიჯეროთ და სიმძიმის ცენტრი უნდა შევქმნათ ამ ადამიანების ირგვლივ, იმ ადამიანების, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა. ეს არ არის მარტივი გზა, თუმცა ყველაზე რელევანტური გზაა და ყველაზე მიზანშეწონილი გზაა იმისთვის, რომ მშვიდობიანად და სამართლიანად აღსდგეს სამართლიანობა საქართველოში. მადლობა ბატონო მამუკა, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი რამე მოხდა. ეს ხალხი უზენაეს საბჭო ყველას გვახსოვს, ციმბირები აქვთ მოხდილი და ციხეები და კაკები ვერ გატეხა მაშინდელმა და ეს ადამიან ვინ და მართლაც კი აქვთ ორგანიზმში ადამიანებს. რა თქმა უნდა ბატონ გურამს და არ ვიცი ახლა, მართლა ვინ და ვინ და იკისროს ეს გარდამავალი პერიოდი თუ არა ასეთმა აწმოსილმა ხალხმა, მე სხვანაირად ვერ ხედავ.
აი ქალბატონ მარიკა იგივე კითხვით გადავალ ახლა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ნათელი წერტილი თქვენთვის მისაღებია და არის ის რაც ბატონმა მამუკამ ასე კარგად ჩამოგვიყალიბა. პირველ რიგში მოგესალმებით. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ მამუკას, ვინაიდან შეუძლებელი არის ისტორია გავაგრძელოთ შუა გზიდან. უნდა დავიწყოთ იმ პროცესიდან, სადაც მოხდა შეცდომა, დავბრუნდეთ დროში, გვაქვს ჩვენ ახლა ამის შესაძლებლობა და დავიწყოთ იქედან, სადაც დაუშვით შეცდომა. რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ გვინდა ნამდვილად მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა არ მიიღწევა თავისუფლების გარეშე. ეს არის ჩვენი თავისუფალი არჩევნის უფლება და აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს ქართველმა ხალხმა. განსაკუთრებით კარგი და ნათელი წერტილი ამ პროცესში ის არის, რომ საუბარი არის ახალ ძალაზე. მინდა რომ სწორად გაიგოს საზოგადოება. აქ საუბარი არ არის, რომ დავბრუნდეთ ისტორიაში იმ წერტილში, სადაც ვიყავით. დავბრუნდეთ იმ წერტილში ახალი ძალით, ახალგაზრდობით, ახალი სახეებით. რა თქმა უნდა, ის პერიოდი, რაც გავიარეთ, ქონდა გარკვეული მიღწევები და უნდა იყოს გათვალისწინებული და იქნება კიდეც. საბედნიეროდ გვყავს საკმაოდ ძლიერი ახალგაზრდა პოლიტიკოსები, მათთან ერთად მშვიდობიანად მივაღწიოთ უნდა იმ შეთანხმებას, რომ მოხდეს ხელისუფლების გადაბარება და დაინიშნოს ხელახალი კანონიერი არჩევნები კანონის ფარგლებში, რასაც ყველა ენდობა ქართული მოსახლეობა. ბოდიში ხდი, ანუ ეს ჩადებულია ხო, რომ არჩევნების დაინიშნოს. რა თქმა უნდა. მე მგონი ვადაც არის ხო განსაზღვრული. მემორანდუმის სახით გვაქვს ვადა განსაზღვრული, მაგრამ ნახეთ, ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ რადგან ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ გვინდა მშვიდობიანი გადაბარება, თუ გვაქვს სხვა ალტერნატივა, რომ გარდა მოლაპარაკებისა. რა თქმა უნდა, რევოლუციას არ ვეთანხმებით იმ გაგებით, რომ რევოლუცია იყოს ხმაურიანი და სისხლიანი, რევოლუცია ნიშნავს ცვლილებას. შეგვიძლია რომ ამ გზით მივაღწიოთ შეთანხმებას. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ორმხრივი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც ამჟამად მართავს სახელმწიფოს, უნდა წამოვიდეს მოლაპარაკებაზე. ჩვენი მხრიდან გვაქვს აბსოლუტური მზაობა, რომ შედგეს მოლაპარაკება და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საქართველოსთვის დადებითი მომტანი და მე მგონი ყველა დამეთანხმება ამაში, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ახლა რომ მშვიდობიანად მივაღწიოთ შედეგს, რადგან არ დასრულდება პროტესტი. თუ ერთ-ერთი მხარე მაინც არ დათმობს. რა თქმა უნდა დათმოს იმ მხარემ, რომელიც დგას ისტორიის არასწორ მხარეს. მადლობა მარიკა. მე რამდენადაც ვიცი, ასევე აღიარებს იმ ყველა ხელშეკრულებებს, რაც სახელმწიფოს აქვს დადებული, განვითარებულ სამყაროსთან და არ უარყოფს მათთან ურთიერთ პირიქით. მე რამდენადაც მახსოვს, ბატონი ზვიად გამსახურდია, ზუსტად დსთ-ში რო არ მოაწერა ხელი და დსთ-ში რო არ შევიდა, მიტომაც მოუხდინეს აქ რუსებმა ხუნტა. მე რამდენადაც მახსოვს, ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მწერალი კაცი ვარ, ისტორიკოსი არა ვარ და ცოტა სხვანაირად უყურებ ქრონოლოგიას. ანუ მე ესე მახსოვს და აი მე მგონი თქვენ უკეთესად იცით ბატონო მამუკა ეს როგორ მოხდა და მე კიდევ ერთს დავამატებდით სანამ ვიტყოდი რომ ეს ერთგვარი ბოდიშიც იქნება მე მგონი ერის და იმ ხინჯის გასწორება ხო რაც აი იმ პერიოდში ხუნტით მოხდა ხო იმიტომ რომ ეს რაღაცას ახალ ისტორიას რაღაც ხინჯად გასდევს იმიტომ რომ იყო ლეგიტიმური დეური ქვეყანა და უცებ რაღაცა ძალით და მე რაც მოხდა კი იცი საზოგადოება მოკლედ 21 დეკემბერს, როდესაც შემოუთვალა ჩვენი ინფორმაცია და როგორც მე ვიცი, იმიტომ რომ ასაკიდან გამომდინარე იმ პროცესებში ვერ ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ როგორც ჩვენ ვიცით, 21 დეკემბერს ელცინმა შემოუთვალა ზვიად გამსახურდიას, ან მოაწერეთ ხელი დსთ-ზე, დსთ-ში გაწევრიანებაზე, ან წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება შეგექმნებათ პრობლემები. როდესაც დადგა 22 რიცხვი და ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიამ ეს ნაბიჯი გააზრებულად გადადგა და წავიდა თავგანწირვაზე იმისათვის რომ დღეს მომავალ თაობას და ქონოდა შანსი აღედგინა და მიეყვანა ბოლომდე საქართველოს თავისუფლება. ჩვენ ისევ და ისევ იმყოფებით აი ამ იმპერიალისტური ზრახვების ქვეშ. ჩვენ ვერ მოიპოვეთ სრული თავისუფლება. ამიტომაც ის დაწყებული საქმე, რომელზეც ზვიად გამსახურდიამ თავი გაწირა
დღეს ჩვენი დასამთავრებელი არის. ამისათვის 22 წლში უკვე დაიწყო 22 დეკემბერს უკვე ხუნტამ დაიწყო საქართველოში არეულობის მოწყობა და შემდგომ რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით, კიტოვანი, სიგუა, დანარჩენები აღარ მინდა ჩამოთვალო, მაგრამ ეს ხაინდრავები ესენი ვინც არიან უკვე საქართველოს ალბათ ძალიან ცუდ დაღის დამსმელებად ახსოვს. და ჩვენ ვიცით ვინ სად არის დაკრძალული და ვინ სად არის ყველაფერი. ამიტომაც სამართლიანობა უნდა აღდგეს საქართველოში, ყველამ უნდა ვიცოდეთ და ყველამ ყველაფერი იცის რეალურად საქართველოში, თუმცა არავის არ უნდა ამის დანახვა. ჩვენ ახლა თუ გადავართ რაღაც სხვა მხარესაც დავინახავთ, აი თუნდაც რასაც აკეთებს ახლა ეს არალეგიტიმური ხელისუფლება. ჩვენ ვართ რუსთაველზე, ჩვენ ხედავთ თუ როგორ აპატიმრებენ ხაშს შესულ ქალბატონებს, როგორ აპატიმრებენ ნებისმიერ ადამიანს, ვინც უბრალოდ მათ რაღაცა აი აბსურდულ კანონებს არ დაემორჩილება. ჯერ საიდან და როგორ მოხდა ეს კანონები ეს სასწაულია. მზიას ამბავით განსაკუთრებული კაცი დადგა მთელი ქვეყნის და ლოყა ამეწვა ქართველმა კაცმა. მეტი რა უნდა იქნება? მუნდირის შეურაცხყოფა ბატონო აკაკი, ეს არ არის უბრალო ფაქტი, ეს პოლიციის დამცირებაც კი არის და ზუსტად ეს არის, როგორც ჯარი დაამცირეს, როგორც პოლიცია დაამცირეს დღეს, როგორც მოსახლეობას ამცირებენ და ჩვენ ხედავთ ემიგრანტებს, მილიონობით ემიგრანტია უკვე საქართველოსთან წასული, ეს არ არის პატარა ციფრი, 2 მილიონამდე ემიგრანტი ყავს. თქვენ როგორ გონიათ ეს არაბების ეს რაც ხდება ახლა შემოსახლება ქვეყანაში, ეს შემთხვევითობაა? არ არის შემთხვევითობა არაფერი. ჩვენ ხედავთ თუნდაც დასაქმებულ პაკისტანელებს არავისთან ეთნიკური წინააღმდეგობა არ აქვს, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ჩვენ უნდა შევხედოთ რა პრობლემები აქვს მოსახლეობას. უნდა ვნახოთ სად არის დემოგრაფიული კატასტროფა. როდესაც რაჭაში, სოფელ ლიხეთში, იმ საკმაოდ დიდი სოფელია, იქ რომ ერთი ბავშვი შევა სკოლაში, ახალ გარემონტებულ სკოლაში. ესე იგი ჩვენ უნდა ვიფიქროთ თუ სად ვიმყოფებით. სოფელ შემოქმედში, სადაც 1300-ზე მეტი კომლი არის, 1300-ზე მეტი ოჯახი არის, იქ რომ ცენტრალურ სკოლაში 4 ბავშვი შევა. პირველ კლასში უკვე უნდა დავინახოთ თუ სად არის პრობლემა, მაგრამ როდესაც მასწავლებელი, ფილოლოგი ადამიანი გამოვა და ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველებაო, ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, საიდან მოდის პრობლემა. პრობლემა ზუსტად იქედან მოდის, რომ ქართულის მასწავლებელმა, ფილოლოგმა, ადამიანმა არ უნდა თქვას, რომ ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. ის ვერ ასწავლის შემდგომ მოსწავლეს, იმ იდეალებით ვერ გაზრდის, ვერ ჩაუდებს თუ რა არის ამ ქვეყნისთვის ზრუნვა, როგორ უნდა გადაარჩინოს ეს ქვეყანა და რატომ გასწირა თავი, თუნდაც ზვიად გამსახურდა მერაბ კოსტავამ აი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ აი აქედან უნდა დავიწყოთ, აი იმ ისტორიის სწორად შესწავლა უნდა დავაწყებინოთ ბავშვებს. გადავიდეთ თუნდაც ვენის დეკლარაციაზე, ან უბრალოდ ბოლონის დეკლარაციაზე, რაც კობახიძემ გააკეთა ახლა. ეს ხო კიდევ ერთი უკვე განათლების სისტემის დაკნინება არის, კიდევ ერთი. ეს არ არის მე-12 კლასი ზედმეტი იყო, ან მე-10 უკეთესი იქნება და ანუ ამასთან საერთოდ არაფერს შუაში არა. მათი შვილები, ანუ აქ საქართველოს მოსახლეობამ კარგად უნდა გაიაზროს. ვინმე მე-12 კლასში კი არა, მე-11 კლასშიც კი ეგრეთ წოდებულ შატალოებზე დავდიოდით თავის დროზე ბავშვები და თქვენს გამოგიზდიათ ეს ყველაფერი, მაგრამ თან სწავლობდით რა თქმა უნდა და ალბათ ყველას გვიქნება რაღაცები განაკეთები, რაც შესაძლებელია იყო იმ პერიოდისთვის და იმ ასაკისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა გავუსვათ ხაზი, თუ რას მოიცავდა ეს ყველაფერი, რატომ იყო, რატომ იქნა მიღებული მე-12 კლასი და შემოღებული. ანუ რა პერსპექტივები უჩნდებოდა თქვენ შვილებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელსაც არც კი ქონდა სახსრები იმისათვის, რომ წასულიყო ევროპაში და ესწავლა, მაგრამ დაფინანსების შესაბამისად ადამიანებმა დაინახეს ის კარგი მოსწავლე და თუნდაც აი ევროკავშირიდან შემოსული დაფინანსება, რომელიც საშუალებას აძლევდა იმ ახალგაზრდებს უკეთესი განათლების მიღებას, ეს შანსი მოისპო დღეს. ნელ-ნელა ყველა ეტაპზე მიადგენ საქართველოს მოსახლეობას. მათი შვილები საერთოდ არ სწავლობენ საჯარო სკოლაში, მათი შვილები სწავლობენ ევროპულ სკოლებში და ბრიტანულ სკოლებში, მათთვის პრობლემა არ არის ეს. ისინი აიღებენ დიპლომს, მაგრამ აი თქვენი შვილები ვერასდროს ვერ აიღებენ, თუ არ გექნება თქვენ შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა თქვენი ოჯახიდან. ამიტომაც უნდა იფიქროთ ამ ყველაფერზე. დანარჩენზე გავაგრძელოთ რასაც ვკითხავ. რა თქმა უნდა, გეთანხმებით ამაში და აი მე ალბათ მარიკას ვკითხავ, რომ ესეც ალბათ ერთ-ერთი დიდი პირდაღებული პრობლემა არის და მეც ვფიქრობ, რომ აი იმას დავაყოლებდი, რომ იმ დროში კი არა ახალგაზრდებში უნდა გადავიდეთო, ხო, იმიტომ ხარანაული სიტყვები სად არიან შვილები, იმიტომ რომ შვილები მართლა სად არიან. ის გამსახურდია და ის კოსტავად ეს თავდადებული ხალხი ნამდვილად ელოდება იმ ახალგაზრდებს და იმ შვილებს. აბა რას თქვენას გეტყვით ამ ძალიან საინტერესო თემა წამოჭრა ბატონმა მამუკამ და მინდა შევახო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს. გვიყურებს ალბათ საქართველოს მოსახლეობა და
ვიცით, რომ სასკოლო წიგნები არის უფასო. სასკოლო წიგნებს ადგენს კონკრეტული ავტორები, შემდეგ ასწორებს რედაქტორი, ამტკიცებს განათლების სამინისტრო, შედის სკოლაში და ბავშვებს ასწავლიან რაღაც კონკრეტულს, რასაც მიაწვდი ბავშვს იმას ისწავლის. უკეთეს შემთხვევაში. თქვენ იცით თუ არა, რომ მე-6 კლასის ჩვენი საქართველოს წიგნში, რომელიც 2018 წელს დაიბეჭდა და შეიტანეს საქართველოს სკოლებში, საჯარო სკოლებში, შესაძლოა კერძო სკოლებშიც, მაგრამ ამ ეტაპზე მე მაქვს ინფორმაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე. კითხვა არის დასმული, ციტირებ, რა საერთო აქვს აფხაზეთის მეზობელ საქართველოს, რა საერთო აქვს საქართველოსა და აფხაზეთს. რა საერთო კულტურული თვისებები აქვთ. ზუსტად ესეა, ზუსტად სიტყვასიტყვით ასე არის. ასევე არის კიდევ ორი კითხვა დასმული, რომელიც აბსოლუტურად ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო არის აფხაზეთის მეზობელი ქვეყანა და გვაქვს საერთო ან იდენტური რაღაც კულტურული მახასიათებლები, რომელიც შემდგომ გასწორდა, როგორც ჩანს ამან პროტესტი გამოიწვია და უკვე 2025 წლის გამოშვება წიგნში ეს მხოლოდ ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ამბობს რა საერთო აქვს საქართველოს მეზობელ აფხაზეთთან არის ჩასწორებული, მაგრამ დანარჩენი ორი პუნქტი ისევ დარჩა, მაგრამ თავარი ის არის, რომ ის წიგნები, რომლებიც 2018 წელს დაიბეჭდა, ისევ ხმარებაში არის, ანუ გარკვეული კატეგორია ბავშვების ისევ იმ წიგნებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, როდესაც წიგნი არ არის დაზიანებული. შესაბამისად ბავშვი უკვე იღებს არასწორი მიმართულებით განათლებას. ეს არის მიზანმიმართული ბოროტება. აქ უკვე აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მე-12 კლასი იქნება თუ არ იქნება. ესეც ცოტა არ იყოს რაღაც აბსურდული მიზეზია, მე-12 კლასში მაინც არ დადიან ბავშვები სკოლაში. რატომ არ დადის ბავშვი სკოლაში? ვიღაცა დადის, მაგრამ თუნდაც არ დადიოდეს, რატომ არ დადის ბავშვი სკოლაში? არ უნდა რომ იაროს თუ ვერ იღებს შესაბერის განათლებას. იმიტომ ხომ არა რომ კერძო მასწავლებელთან ემზადება ბავშვი, რომ ის განათლება მიიღოს, რაც სკოლაში უნდა მიაწოდოს მასწავლებელმა, პედაგოგმა. უნდა შექმნას ეს განათლების სამინისტრომ, ეს სისტემა, რომ ბავშვს მოუნდეს, ვალდებული იყოს, რომ იაროს სკოლაში, რომ ხედავდეს სარგებელს. ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ ბავშვი მე-11 კლასში ივლის? ან მოვაკლოთ მე-11-ს და მე-10-ში ივლის. საერთოდ ხომ არ გავაუქმოთ სკოლები. რაც შეეხება სკოლების გაუქმებას, ესეც გვაქვს უკვე სახეზე. 7 წლის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ უბანში, ნაძალადევში, მხოლოდ ერთი სკოლა ფუნქციონირებს. მხოლოდ ერთი. ეხლა რო გზა გადაკეთეს და ტიტუშკები რომ მიუგზავნეს მაგათაც, ხო? მაგაზე მანქანით კიდე ბავშვები გაიტანა, ხო? სკოლი განათლებას ითხოვს ხალხი, კი ბატონო, მაგრამ იქ შეიძლება ბავშვს გაეტანა. ხალხი ითხოვს სკოლას განათლებას და ამათმა ტიტუშკები მიუსიეს, ხო? რამდენადაც მახსოვს. ყველა სკოლა თითქმის ერთი სკოლის გარდა ნახალოვკაში არის გაუქმებული, დანგრეული. მეცაც გეტყვით 2 წლის განმავლობაში სკოლიდან როცა გამოასახლეს ბავშვები, კუსტარულად მიერთებულ სკოლებში მეორე, მესამე ცვლაში 9 საათზე მიდიან, საღამო 9 საათზე მაქვს საუბარი. საღამო 9 საათზე ასრულებენ ბავშვები სწავლას, 7 საათზე იწყებენ. გადამოწმებადი არის ეს ინფორმაცია, ტრანსპორტი ემსახურებათ, აქ ცალკე კიდე კორუფციული თემები არის, არ მინდა ამას ხომ ადრო ჩავყვე, მაგრამ განათლების სამინისტრო არ რეაგირებს, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შენობა, სადაც მიიღებენ განათლებას. ძალიან მარტივი, არ გაქვს შენობა, კომპიუტერი ხომ გაქვს, ჩაერთეთ, ტელეფონი ხომ გაქვს, ონლაინ სწავლებაში ჩაერთეთ. წარმოგიდგენიათ, ახლა 30 ბავშვი პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით 30 ბავშვი ერთვება საგაკვეთილო პროცესში, რომელიც არის 20 წუთიანი და იღებს განათლებას, რომელმე მე-12 კლასზე არის საერთოდ საუბარი, ან რა წიგნით იღებს განათლებას, საერთოდ გადაშალა ეს წიგნები უნდა წაიკითხა, თუ არ გადაშალა ეს ცალკე დანაშაულია. თუ გადაშალა და ის წაიკითხა, ეს უკვე არის მიზანმიმართული ბოროტება. მე ერთსაც დავამატებდი, მე ახლა სამოქალაქო განათლებას ვასწავლობდი აბიტურიენტებს და აქ მთავარი არის ყურადღების გადანაწილება. აი კლასში 30 ბავშვი ზის, ესეც დიდი პრობლემაა ყველა მასწავლებლისთვის, პედაგოგისთვის, იმიტომ რომ ის დრო უნდა იყოს ყველა ბავშვს რომ შეხვდეს თავისი წილი და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კლასშიც არ არის და რაღაცა ზოგი წევს, ზოგი ლაივში ისე ერთვება, რომ ლუგინდანაც არ ამდგარა, არ არის დისციპლინა საერთოდ და ეს
ეს კატასტროფა როა, ანუ იმ სიტყვას გავაგრძელებ და მე მინდა ერთი თემა შემოვიტანო რაღაც პედაგოგებს შეეხეთ ქალბატონო მარიკა, რომ მე ძალიან გული დამწყდა ნინო დათაშვილის გამო, რომ არც ერთმა ხმა არ ამოიღო თითქმის და დღეს ქალბატონი პედაგოგები ერთი დღეს გამოვიდა ციხიდან კიდევ ერთი სუტკა რომ მისცეს და მეორე დააჯარიმეს და მე ძალიან გულზე ხვდება, იმიტომ რომ მე მგონია საზოგადოების ყველაზე ჯანსაღიშრე უნდა იყოს პედაგოგი. აი ეს უნდა იყოს ხმალამოღებული იმ ისტორიის და იმ ჩვენი კულტურის დანერგვისთვის ბავშვების თავში, ხო? და ჩვენ რას ხედავთ? ჩვენ ხედავთ, რომ პედაგოგები თითქმის არ აყვავს. და ახლა თუ დიპლომი აქვს ჯიბეში და თუ რაღაცა, მე მგონი ეს არაფერს არ ნიშნავს, როცა არც კოლეგიალობა რო არიცი. ჩვენ ხო ვნახეთ ექიმების შემთხვევაში, რამხელა ამბავი მოხდა და ისინიც კი, რომლებიც პოლიტიკურად იმათ უჭერენ მხარს, ის ექიმებიც კი ამოიღეს ხმა. სხვათა შორის ცოტა ქალებმაც დამწყიტა გული ამ ძიას ამბავზე, რომ მართლა ყველა ქალი არ აღდგა და ეს არ იმასთან მე ძალიან მეწყინდა, მაგრამ ნუ არ ვიცი, პედაგოგებზე ბევრად უფრო მწყდება მე გული და აი ბატონო მამუკა, თქვენ რა სიტყოდით ამაზე, აი ეს პედაგოგების ესეთი სიჩუმე და ესეთი წაყრუება, რამე სხვა არ გვეუბნება უფრო მეც, რაც მე ვერა ვთქვი და რა თქმა უნდა თქვენც გითხავთ ქალბატონო მარიკა ამას, რომ რა არის ეს პედაგოგმა, რომელმაც ბავშვს მგზავრის წერილები უნდა ასწავლოს ილიასი, გონება უნდა გაუნათლოს, ვაჟა-ფშაველას აფშინა და გოგოთური უნდა ასწავლოს, იქ ჩვენ ვიცით ხო, გოგოთური არის ნაღდი ქართველი გმირი და აფშინებად გვაქციეს, იმიტომ რომ დაიკავე ხმალი და მოერიე შენ იმას თორე იქ არ დახვდე მტერს კაცო, რა მტერი, ომი გინდა? რა მტერი კაცო, ომი გვინდა, აბა? ხო, ანუ ყველაფერზე ომის ეს აგერ მამუკა ეკოლოგია აუცილებლად გკითხავ, ჭიათურაზეც რო თქვათ, რომ ხალხ სამი თვის ხელფასი რო არ მიეციო, პირდაპირ გვეუბნებენ, აბა ომი გინდათ, ხელფას მოითხოვ, ომი გინდა, სკოლას მოითხოვ, ომი გინდა. არ ნაცი ხარ, რაც თავარია კიდე. ხო, ნუ ესეც რა თქმა უნდა და დღეს სხვათა შორის იმ ნაცებიდან ვინც იყვნენ მაშინ და აშავებდნენ და ყველა ოცნებაშია და აქეთ ვინც არის დარჩენილი ბოკუჩავაში ბავშვი იყო და ყველა ამათ არაფერში მონაწილეობა არ მიუღია და რომელ ნაცებს ეძებდნენ და ერთ რამეს ვიტყოდე კიდე კომისია დაიწყეს ნაცების დასაჭერად და დაიწიეს კოცები. ამას თუ ხალხი ვერ ხედავს, ნუ არ ვიცი, ნუ ხო ხვდებით ახლა რა ხდება, ხო, ყველგან ორაზროვნება. მე მაპატიეთ ახლა ცოტა ეს ჩავერთე, მაგრამ აი პედაგოგებზე გავაგრძელოთ ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ჩემი აზრით ეს არის ბავშვების გონების და განათლების და სინათლის შემოუტანი ხალხი და რატოს დუმან ესე აი თქვენი აზრით უბრალოდ რატო ხდება ეს? ანუ იმ ხელფასია თუ რაღაც? ნუ ხელფასი ნაკლებად, მაგრამ ერთ-ერთი რაც არის, ეს არის მოვალეობის მიზნის მოხდით სამსახური. რიგ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ უკვე მასწავლებლები არიან გულგრილები თავისი პროფესიის მიმართ, ის თვითონ ისინი ვერ აღიქვამენ თუ რა არის საჭირო ქვეყნისთვის და რა არის მომავალი თაობისთვის და ახლა ჩვენ როგორ გვინდა მოვთხოვოთ მათ ის რაც ნამდვილად უნდა გააკეთონ. წარმოიდგინეთ მასწავლებელი რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი აბიტურიენტი აიყვანოს. იმან როგორ უნდა ასწავლოს სკოლის პროგრამა, კარგად მოსწავლეს. თუ კარგად ასწავლის, მაშინ ვერ აიყვანს. ძალიან მარტივია. ამ დროს ამ ურთიერთქმედებაში მოდის მოსწავლის ქმედებაც. მოსწავლემაც იცის თუ არ ისწავლის გაკვეთილზე, შემდგომ მოემზადება მასწავლებელთან კერძოდ. და ის მისთვის უფრო კომფორტული არის. მაგრამ აი ოჯახისთვის სხვა პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ფინანსების გადინება. მასწავლებელი იღებს ხელფასს სახელმწიფოსგან, როგორც საჯარო სამსახურში და საჯარო სკოლაში, შემდგომ დამოუკიდებლად ამეცადინებს მოსწავლეს და იღებს ხელფასს უკვე ოჯახიდან, მშობლებიდან. შესაბამისად, აწყობილი აი ეს სისტემა, რაც არის დღეს, ურთიერთკავშირში ერთმანეთთან არ არსებულია მივიღოთ და მასწავლებლებმა ხმა ამოიღოს დღევანდელ მდგომარეობაში თუ ეს ხარვეზი არ გამოსწორდება. როდესაც მასწავლებელი იმასწავლებლებს მართლაც, როდესაც ის არ წაიყრუებს, რაც სკოლაში ხდება, როდესაც ხედავს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც დამოკიდებულია უკვე პატარა ასაკზე მაქვს მარიხუანაზე და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე და თვალს დახუჭავს და ან არ იცის, ან არ შეხედავს და ეს რეგიონალური მასშტაბითაც განსაკუთრებული მოვლენაა უკვე ეს ბატონო აკაკი მარტო თბილისზე არ მაქვს საუბარი. თბილისში რაც ხდება, ჩვენ ყველამ ვიცით, მიწაში ჭიქნაობა. ეთერში შეზღუდულები ვართ და ქალბატონ მარიკას რამოდენიმე წუთი დაგვრჩა და აი თქვენგანაც აი პედაგოგები მით უმეტეს დავასრულებ ორი ერთ სიტყვას ვიტყვი ბატონო აკაკი მემორანდუმთან დაკავშირებით, რატო არის ეს ყველაფერი აუცილებელი და რა ხდება დღეს კანონიერი ხელისუფლების მხრიდან.
კანონიერმა ხელისუფლებამ შეიმუშავა მემორანდუმი, რომელზეც თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა იფიქროს და მოაწეროს ხელი. ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა. გარკვევით წერია 60 დღეში კანონიერი ხელისუფლების აღიარების შემდგომ 60 დღეში ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები. კანონიერი, სამართლიანი და დემოკრატიული, რომელსაც რა თქმა უნდა დამკვირვებელი ევროპა და ამასთანავე მინდა იცოდეთ არაბების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით, აი როდესაც 590 ჰექტარზე ვსაუბრობდი და 260 ჰექტარზე აჭარის მიმართულებით, აქაც შემუშავებული არის ახლა წერილი ბორჯომშიც გაყიდულა. დიახ, არა მარტო ბორჯომი ფონიჭალის დღედან მთელი საქართველო გაყიდული არის, მაგრამ ამაზე უნდა იცოდეს ყველამ, როდესაც კანონიერი ხელისუფლება დაბრუნდება და დაუბრუნდება ქვეყნის მართვას, ყველა ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების საპირისპიროდ არის მიღებული, ყველაფერი გადაიხედება და თითოეულ მოქალაქეს დაუბრუნდება საკუთარი მიწა, ტერიტორია და ყველაფერი. ეს ხაზგასმით არის აღნიშნული მანდ. აი იმ წერილშიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს მიმართავთ გადმოგცენ რა დოკუმენტია, რა აქტია გაფორმებული საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც დაბრუნდება და აღდგება კანონიერება საქართველოში, იმ დღესვე ამ დოკუმენტს პრობლემები შეექმნება და რა თქმა უნდა, ზარალს თვითონ გაერთიანებული საემიროები ნახავს. ნამდვილად ნათელი წერტილია, ეხა ამაზე რა ვიცი მე ბევრგან ეცადნენ გაერთიანებას და რა ვიცი ასეთი უკეთესი თუ სადმე არის, არ ვიცი. ნამდვილად ესეა, აი პედაგოგებზე რო გითხრათ, აი რატომ არის ესე გაჩვენებული, აი ოღონდ ძალიან შეზღუდულები ვართ, აი მოკლედ რო გითხრათ. კეთილი, ზოგადად საკმაოდ ესე გამომევა არა ოფიციალურად საუბარი, მაგრამ დავით ახმაბი ალბათ ბატონ მამუკას ძალიან მარტივია პირში წყლის დაგუბება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გაქვს საათივით აწყობილი, რაღაცას აქეთ რომ გააფუჭებ, იცი რომ მეორე საქმეს იკეთებ შენთვის. ვეთანხმები რეპეტიტორობის თემას, ასევე თვითონ ეს ადამიანები არ არიან მზად რომ იყვნენ პედაგოგები. სამწუხაროდ გვაქვს ეს ტენდენცია საქართველოში, არ გვყავს განათლებული პედაგოგები. განათლებაში არ გულისხმობს საგნის ცოდნას. აი მაგალითისთვის გეტყვით თქვენ ახსენეთ ილია ჭავჭავაძე მგზავრის წერილები. პედაგოგი, რომელიც გამოდის და ლანძღავს თუნდაც იმ ქალბატონს პედაგოგს, რომელიც არის რეჟიმის ტყვე და ამბობს, რომ აი მას ევროპა უნდა და აქედან მოდის ევროპიდან გარყვნილება. არ აქვს მინიმუმ მგზავრის წერილები წაკითხული, რადგან მოდით გავიხსენოთ იზლერის ბაღი, სადაც ნათლად გვაქვს ნაჩვენები თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველებთან რუსებს და როგორი გარყვნილება ბუდობს თუნდაც იმ პერიოდში რუსეთში და საიდან შემოდის ეს საქართველოში ევროპიდან თუ რუსეთიდან ასევე გავიხსენოთ ის ეტლი რომელიც რუსეთს ეკუთვნის და გავიხსენოთ ევროპელთან საუბარი როგორი განსხვავებულია როგორი კონტრასტი არის შექმნილი და ილია ნამდვილად იყო ევროპელი და სწორედ თავისმა ევროპულმა გეზმა დაღუპა ფიზიკურად რა თქმა უნდა მაგრამ სხვათა შორის მგვალ ლიბერალსაც ეძახდნენ ჩვენს წმინდანს ჩვენი ეთერი დასრულებულია ამით მაპატიეთ მაყურებლებო ძალიან გაგვიგრძელდა რაღაცების გადავერთეთ ანუ გვინდოდა დეტალურად გაგვეხილა ჩვენ შევხვდებით მომავალ ოთხშაბათს ისევ 5-ის ნახევარზე ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ ქართველს ნებისმიერ რავი დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ ეთერში მოვიდეს და ნათლად ეს დააფიქსიროს თავისი აზრი პირველ რიგში ყველა პროტესტ ჩართულ ადამიანს ანუ აქ არანაირი ცნობადი ხარ არა ხარ ცნობადი რა ვიცი რაღაც მიღწევები გაქვს არა გაქვს მიღწევები და რაღაც ნაშრომები გაქვს თუ არა გაქვს ნაშრომები მნიშვნელობა არ აქვს მოვბრძანდით და დააფიქსირეთ თქვენი აზრი, იმიტომ რომ მოქალაქის ხმა არის მოქალაქეებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ირმას, ტელევიზია ობიექტივს, რომ მოგცა საშუალება პროტესტ ჩართულ ხალხს ქონოდა ჩვენი ეთერი. დიდი მადლობათ, კარგად ბრძანდებოდეთ.